მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის პროცესს ჰქონდა ადგილი საქართველოში შაბათს ბათუმში. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ჩემის აზრით. პირველი, სად მოხდა ეს ამბავი? აჭარა, ეს არის განსაკუთრებული რეგიონი. საქართველოსთვის ყველას, ვინც მეტნაკლებად ერკვევა პოლიტიკაში და ესმის რა მოვლენები ვითარდება მსოფლიოში და ჩვენ მოსაზღვრე ორ ძალიან დიდ სახელმწიფოში თურქეთს და რუსეთს გულისხმობ. ადვილად მიხვდება, რომ რომ აჭარა იყო არჩეული ამ ვანდალური აქტისთვის არ არის გასაკვირი. და განსაკუთრებულ შეშფოთებას უნდა იწვევდეს ჩვენი საზოგადოების. მინდა მჯეროდეს, რომ ეს კარგად გააზრებული აქვს ხელისუფლებას და განსაკუთრებით იმ საზოგადოებას, რომელიც ყველაზე აქტიურია და განაპირობებს პოლიტიკურ მოთხოვნილებებს ამ ქვეყანაში. შემთხვევითი არ არის, რომ ეს ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. თუ გავითვალისწინებთ იმ მოვლენებს, რასაც ადგილი აქვს ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, გასაგები იქნება, რომ დაძაბულობის კერის გადატანა აჭარაში ძალიან შორს მიმავალ პოლიტიკურ გეგმებთან არის პირდაპირ კავშირში. მე დავიწყე საერთო მიმოხილვით იმ ვითარების, რომელშიც განხორციელდა ის, რაც განხორციელდა და ვახსენე ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს საქართველოსთვის და ამიტომ ძალიან დიდ ყურადღებას იმსახურებს. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ვის მიერ შეიძლება ყოფილიყო ორგანიზებული. უკანასკნელი თვეების განმავლობაში არჩევნებიდან მოყოლებული ჩვენ არაერთხელ გვესმოდა მოწოდებები აჯანყების, სამოქალაქო დაპირისპირების, მწვავე კერების გაჩენის შესახებ. ნახსენები იყო არაერთხელ საბურავები, ნახსენები იყო მოლოტოვის კოქტეილები, ნახსენები იყო მძიმე პროცესები, შედარება იყო მძიმე პროცესებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა მაგალითად უკრაინაში, ასე რომ ყველა ის კომპონენტი, რომელიც მე დავასახელე, იყო გამოყენებული აჭარაში, ბათუმში. მინდა გითხრათ, რომ 86 წლიდან მოყოლებული რეალურად არც ერთი აქცია არ ყოფილა საქართველოში, რომლის ან მონაწილე, ან ორგანიზატორი, ან როგორც მინიმუმ მეთვალყური არ ყოფილიყავი. სამოქალაქო ომის დაპირისპირების დროსაც იმ ყველაზე მძიმე პირობებში არასოდეს საქართველოში მოლოტოვის კოქტეილი გამოყენებული არ ყოფილა. ეს არის პირველი და უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც საქართველოში გამოიყენეს მოლოტოვის კოქტეილი. ეს არის ძალიან მძიმე და ძალიან სახიფათო იარაღი, ეს არის იარაღი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ რუსი პარტიზანი, საბჭოთა პარტიზანები გერმანული ტანკების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც აკლდათ შეიარაღება, იმიტომ აქვს სახელწოდება მოლოტოვის მესი, მოლოტოვის კოქტეილი. ეს არის სითხე, რომელიც ჩაქრობა არის პრაქტიკულად შეუძლებელი, ამიტომ მის ხმარებას სჭირდება განსაკუთრებული გაწვრთნა, ამას უბრალო ადამიანი ვერ გამოიყენებს ვერანაირად, იმიტომ რომ შეიძლება არა მარტო საკუთარი თავი დაიზიანოს, არამედ გარშემომყოფი მისი მხარდამჭერებიც. შემთხვევით მოლოტოვის კოქტეილები არასოდეს არ ჩნდება არც ერთ აქციაზე, არც ერთ ქვეყანაში. ეს არის მიზანმიმართული ქმედება, მის მომზადებას დრო ჭირდება, მის ასე ვთქვათ გამოყენებას ორგანიზება, ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ის რაც მოხდა ბათუმში, ეს არ იყო შემთხვევითი, ეს არ იყო სტიქიური და ეს არ იყო ასე ვთქვათ რაღაცა უკმაყოფილო სოციალური ჯგუფების მიერ განხორციელებული აქცია. ამას გამოძიება დიდი არ ჭირდება, ეს ფაქტები არის
პირდაპირ ზედაპირზე ჩვენ ყველანი მომსწრე ვიყავით მთელი ამ ღამის განმავლობაში, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, როგორ ხდებოდა ესკალაცია და როგორ ხდებოდა მხარდაჭერა იმ ვანდალური აქტების და პოლიტიკური მხარდაჭერა ხორციელდებოდა და ჩვენ ამის მომსწრე ვართ ყველანი. ის უტიფარი ტყვილი, რომელიც ჩვენ მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში გვესმოდა, როდესაც მელიები, კურდღლები და მგლები გამოდიოდნენ და ლაპარაკობდნენ, რომ ეს თურმე ყველაფერი მშვიდობიანი პროტესტის მხარდაჭერა იყო, ეს არის ისეთივე სიცრუე, როგორი სიცრუეც არის ის, რომ რუსთავი 2 არის მაუწყებლობა, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ორ ნაწილად მენშევიკებად და ბოლშევიკებად დაიყო, არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, ამის შესახებ არაერთხელ მაქვს ნათქვამი და ბათუმის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მე არ უკავშირებ, ამას უკავშირებს თვითონ ნაციონალური მოძრაობა თავის თავს, იმიტომ რომ ისინი არიან მონაწილე ამ პროცესების, ისინი არიან მხარდამჭერი ამ პროცესების, ისინი იყვნენ მოუწოდებდნენ საზოგადოებას, რომ მხარე დაეჭირა და ამართლებდნენ იმ მოვლენებს, რომელიც ხდებოდა ბათუმში და რომლის მომსწრე ვიყავით სუყველანი. ეხლა ის სიცრუე ტყვილი გოცირიძის, მელიასი, ხოშტარიასი, ბოკერიასი და დანარჩენების იმის შესახებ, რომ თითქოს და ისინი მშვიდობიან აქციას უჭერდნენ მხარს, არის უტიფარი ტყვილი, რომელსაც ჩვენ მივეჩვიეთ, იმიტომ რომ სხვა არანაირი არგუმენტი მათ არ გააჩნიათ, იმიტომ რომ 3 საათზე 4-ის 10 წუთზე, როდესაც პარლამენტის წინ შეიკრება რურუა, ბიბილეიშვილი, ის რა ქვია, მინაშვილი და დანარჩენი მათნი, ეს მოვლენები უკვე ეპიცენტრს გადასულები იყვნენ, მანქანებიც იყო დამწვარი და შტურმიც იყო განხორციელებული პოლიციის სამმართველოს შენობის წინააღმდეგ. ამიტომ არანაირი მშვიდობიანი აქცია ამ დროს აღარ მიმდინარეობდა. მიმდინარეობდა აჯანყება, გარდა ამისა მცდელობა ყოველ შემთხვევაში. გარდა ამისა ჩვენ ყველანი ვართ ჩართული ძალიან დიდ სამყაროში, რომელსაც სოციალური ქსელები ქვია და ყველას კარგად გვახსოვს რა მოწოდებები იყო, როგორ ასე ვთქვათ ხასიათდებოდა ის, რაც ხდებოდა ბათუმში, როგორ მიდიოდა ერთმანეთის გამხნევება და მოწოდებები, რომ დილამდე მუხტი დავიჭიროთ და დილას ასე ვთქვათ ამაზე პასუხი უნდა აგონ იმ დამნაშავეებმა, რომელიც ჩაედინეს ეს ვანდალური აქტი, უნდა აგონ პასუხი იმ ადამიანებმა, რომელიც მხარს უჭერდნენ ამ ვანდალურ აქტს, იმ ადამიანებმა, ვინც იყვნენ მხარდამჭერები ამ ვანდალური აქტის და ბუნებრივია ორგანიზატორები, იმიტომ რომ ისე ვიძახი ის ჯგუფები, შემტევი ჯგუფები, რომელიც ახორციელებდნენ თავდასხმას სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელსაც პოლიციის სამმართველო ქვია, ისინი არ იყვნენ მოყვარულები ნამდვილად, მერწმუნედ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც კიდევ ერთხელ გადაავლებს თვალს იმ მოვლენებს, რომლის მოწმენი ჩვენ ვიყავით და ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადმოიცემოდა და ეს კიდევ ერთ ძალიან დიდი კითხვის ნიშანს აჩენს ჩემში, როგორც მოქალაქეში, გარკვეული ტელევიზიების მიმართ, რას ემსახურებოდა მათი ეთერები, რამდენად იყო გამართლებული, რომ ის აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რომელიც ხორციელდებოდა ბათუმში, ყოფილიყო მხარდაჭერილი ჟურნალისტების მიერ. ნებსით თუ უნებლიეთ, იმიტომ რომ დაახლოებით 3 საათის მერე იმ აქციის დაწყების შემდეგ რეალურად აბსოლუტურად ნათლად ჩანდა საით მიდიოდა საქმე და რისკენ უბიძგებდნენ გარკვეული პოლიტიკური ძალების აქტივისტები იქ შეკრებილ ადამიანებს. ასე რომ რაიმე ტიპის სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რომელსაც პოლიტიკური სპექტრი შეუერთდა, ეს არის სრული სიცრუე. სხვა საქმეა, რას წარმოადგენს ცალკე კიდე ეს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ორ ნაწილად არის დაყოფილი. ერთი ნაწილი არის ვითომ პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით ის 9, რომელთა შემადგენლობა სულ 8 კაცს ითვლის დაახლოებით, მაგრამ 9 პარტიად არიან გამოცხადებული და მეორე ნაწილი ეს ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან ხშირად ასე ვთქვათ აპროტესტებენ იმ მოვლენებს საქართველოში, რომლის მონაწილენი და გამხორციელებლები თვითონ არიან. ეს მაგალითად არის ესე იგი მმართველობა, როგორ ეძახიან ამ მმართველობას
ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში ტერმინი აქვს გამოყენებული, არა ოფიციალური მმართველობა, ხო? თუ ვინმე არაოფიციალურად ცდილობს ამ ქვეყნის მართვას, ეს არის ზუსტად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს ფარგლებს გარედან და როგორც წესი და ძალიან ხშირად ძალიან ბნელით მოცული არის წარმომავლობა ამ ფინანსების, რო არაფერი ვთქვათ იმ მიზნებზე, რომელსაც ისინი ემსახურებიან და ანხორციელებენ საქართველოში და მე ამის შესახებ არაერთხელ მისაუბრია, ეს არ არის ქართული ინტერესების დამცველი ორგანიზაციები. ეს არის დაწესებულებები, რომლებიც იცავენ იმ ჯგუფების და იმ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს, რომელიც არ არიან თანხვენდრაში საქართველოს ინტერესებთან და განსაკუთრებით ნათლად ეს გამოჩნდა სტრასბურგის მაგალითზე, როდესაც რეალურად ამ აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ სტრასბურგში მიღებულმა შეაჩერა სახელმწიფოში მარცხაჯულების და კანონიერების აღსრულება. ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი, ეს არის პოლიტიკური ანგაჟირებულობის და პოლიტიკური ლობიზმის იმდენად მკაფიო მაგალითი, რომ ძალიან ძნელია, რომ რაიმე სხვა მოძებნო ევროპის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი, იმიტომ რომ რეალურად არ არსებობს. ეს არის გაგრძელება იმის, რასაც ანხორციელებს საქართველოში და ამ თავისი ქმედებით უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ადმინისტრაციის საქმიანობას ამერიკის ელჩი იან კელი, რომელიც პოლიტიკური ლობიზმით არის დაკავებული და მე ვფიქრობ, რომ მიჩნდება კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ დაწყებული თქვათ ქალთა უფლებებით და დამთავრებული პატრიარქის ჯანმრთელობით სულ ყველაფერი აინტერესებს ბატონ კელის და რეალურად მისი გადაწყვეტილების საფუძველზე და მისი მოწოდების საფუძველზე იყო, რომელიც 1 საათში გაკეთდა მას მერე, რაც საქართველოს უზენაეს სასამართლოს პალატამ მიიღო გადაწყვეტილება რუსთავი 2 საქმესთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის ის მდუმარება და სიჩუმე, რომელიც მოყვა ბათუმის აბსოლუტურად მიუღებელ და უპრეცედენტო მოვლენებს და სად არის ბატონი კელი ამ დროს დავიჯერო რომ მხოლოდ თავისუფალი სიტყვა ნიკა გვარამიას მიერ განხორციელებული საქართველოში არის პრობლემა ბატონი ელჩისთვის და ევროპული დემოკრატიისთვის და ის რასაც ხდებოდა ბათუმში შაბათს ღამეს ეს ასე ვთქვათ მის შეშფოთებას და როგორც წესი აი ამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაციებისას არ იწვევს. მე ვფიქრობ პირიქით ყველაზე საგანგაშო რაც საქართველოში მოხდა ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში არის ზუსტად ის მოვლენა, რომელსაც ბათუმში ჰქონდა ადგილი. და აქციის მონაწილეები, რომლებიც დააკავეს ბათუმში, მის სასამართლო პროცესებს თვალყურებს თვალყურს არიან, მათ სასამართლოს მხრიდან სასჯელი იყო ძალიან მცირე და საზოგადოებამ აღიქვა არაადეკვატურად. ნუ როგორც სოციალურ ქსელებში ჯარიმები იყო და ამაზე რა ჯერჯერობით ლაპარაკი არის არასრულწლოვანებზე, მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს დღევანდელი საქართველო, იმ საქართველოსთან მიმართებაში, რომლის მომსწრენი ვიყავით ჩვენ რამოდენიმე წლის წინ, სანამ ხელისუფლებაში იყო ნაციონალური მოძრაობა, აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ არამფერი ვთქვათ იმ ფორმებზე, რა ფორმითაც სპეცრაზმა ჩაატარა ასე ვთქვათ აქციის აღკვეთის ღონისძიება, მე ვფიქრობ, ეს არის ცადა მიწა და მხოლოდ დადებით შეფასებას უნდა იმსახურებდეს საზოგადოებისგან, იმიტომ რომ მე პირველად ვნახე, რომ ადამიანურად შეიძლება მოეპყრო იმ ადამიანსაც კი, რომელიც კანონს არღვევს და რომელიც ძალიან მძიმედ არღვევს კანონს. რაც შეეხება პროცესებს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვჩქარობთ, იმიტომ რომ ეს პროცესები არის მხოლოდ დასაწყისი, მე იმედი მაქვს, რომ გამოძიება იქნება ფუნდამენტური და ყველას გვექნება შესაძლებლობა გავერკვიოთ იმაში, არავინ იყო შემსრულებელი უშუალო და მე ისე ვიმეორებ, რამდენადაც მე ვიცი იმ 16 კაციდან, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა, უმეტესობა იყვნენ არასრულწლოვანები და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანები შემთხვევით იყვნენ მოხვედრილი იქ და ემოციებს იყო აყოლილი მათი მოქმედება და ამიტომ
მე ამ სიმძაფრე, ასე ვთქვათ, მოთხოვნის, რომ მათ მიმართ იყოს ძალიან მკაცრი ზომები გატარებული, ჩემთვის ცოტა გაუგებარი იქნებოდა, იმიტომ რომ თავარი არა 16 და 15 წლის ბიჭი, რომელიც მოყვა ამ უბედურებაში, არამედ ის, ვინ მოიტანა მოლოტოვის კოქტეილი, ვინ გააკეთა ეს მოლოტოვის კოქტეილი და ვინ შექმნა პირობა იმის, რომ შტურმი, რომლის მოსწრენი ჩვენ ვიყავით, და ეს იყო შტურმი, კარგად გააზრებული და კარგად ასე ვთქვათ, ორგანიზებული შტურმი, რომელიც მიიტანეს პოლიციის სამმართველოს შენობაზე. ბატონო გოგო, შევაჯამოთ ამ აქცია შტურმი, წინასწარ იყო დაგეგმილი, განზრახული და ამას მხარს უჭერდა ნაციონალური მოძრაობა და არასამთავრობოები, ხო? არა, ამას მხარს არ უჭერდა არასამთავრობოები, მე ეს არ მithქვავს, მე ვთქვი, რომ ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად უჭერდა ამას მხარს და არამედ ასე ვთქვათ, ორგანიზაციას უწევდა ამას, გარდა ამისა, ჩვენ ეს მე კი არ ვამბობ, ეს ყველა ჩვენ ვნახეთ მათი გამოსვლა რამდენიმე ქალაქში საქართველოსში, სადაც ისინი პირდაპირ ღიად, ასე ვთქვათ, ხარს უჭერდნენ იმას, რაც ხდებოდა ბათუმში. მეცაც გეტყვით, არსებობს კადრები, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ტელეფონების მეშვეობით უყურებენ ლაივს, პირდაპირ ეთერს იმისა, რა ხდება ბათუმში, ამაზე ძალიან ხალისობენ და ამის შემყურე მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ხარი დაუჭიროთ იმ მოვლენებს, რომელიც ხორციელდება ბათუმში და ამ მოვლენებს მე ვფიქრობ, ქართულმა საზოგადოებამ ცალსახად მისცა ვანდალიზმის და ანტისახელმწიფოებრივი ქმედების კვალიფიკაცია. ეს კანონმა უნდა განსაზღვროს და არა მე და თქვენ, ეს დრო გავიდა საქართველოში, როდესაც სააკაშვილის ხუშტურებზე ერთი ადამიანის ან თუნდაც რამოდენიმე ადამიანის ხუშტურებზე და სურვილებზე ხდებოდა ამა თუ იმ ადამიანების დასჯა და ვთქვათ ის მავნე პრაქტიკა, რომლის მოწმენი ვიყავით ჩვენ წლების მანძილზე, მე ვფიქრობ ამისთვის არსებობს ზუსტად სამართალდამცავი სტრუქტურები და იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიება იქნება ძალიან ფუნდამენტურად ჩატარებული, ზუსტად იმიტომ იყო მიტანილი ასე ვთქვათ, შეტევა ქართულ სასამართლო სისტემაზე, რომ პრაქტიკულად პარალიზება განეხორციელებინათ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მოსამართლეები და მე მინდა გავამხნევო ისინი და მინდა უთხრა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ასე ვთქვათ, არავითარ შემთხვევაში არ მიცემ შესაძლებლობას არანაირ ანგაჟირებულ პოლიტიკურ ძალებს, რომ დაანგრიონ საქართველოში სასამართლო სისტემა. მეცაც გეტყვით, ის რაც ხდებოდა ბათუმში და ჩვენ უკანასკნელი, იმიტომაც ასე ვთქვათ, მიიღო ისეთი მწვავე ფორმა, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში რამოდენიმე მცდელობა საზოგადოებრივი აღშფოთების ჩვენების, რომელსაც ჰქონდა აი ამ ბნელ დაწესებულებას რუსთავი 2 სრული კრახით დამთავრდა და უკანასკნელის მოწმენი ვიყავით 11 მარტს. როდესაც საპროტესტო აქცია მხარდასაჭერი, ესე იგი შემოიფარგლა რუსთავი 2-ის თანამშრომლებით. მეცაც გეტყვით, მათი ოჯახის წევრებიც კი არ მოვიდნენ აქციაზე, იმდენად ხარდაჭერის ნასახი არ გააჩნია ამ ძალას საქართველოში, ამიტომ გამოყენებული არის ის მეთოდები, რა მეთოდების მომწრენი ჩვენ გავხდით. ისევ ვიმეორებ, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, მე ამ შემთხვევაში მივმართავ ქართულ საზოგადოებას და მინდა კარგად გავიაზროთ, რასთან აგვაქვს საქმე, ეს იყო მცირე მოდელი იმის, თუ რას აპირებდა ნაციონალური მოძრაობა და ამას აპირებდა ჯერ კიდე არჩევნების წინ, არჩევნების პერიოდში და არჩევნების მერე მთლიანად საქართველოში. მათი მიზანი არის გადაწვა და გადაბუგო ეს ქვეყანა, მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში. მეტი არანაირი მოტივი ამ ადამიანებს არ გააჩნდათ, არასდროს არც გააჩნიათ ეხლად. მე მგონია და მაინც იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ, გონებით თუ უგუნურებით მხარს უჭერდნენ ამ ტერორისტულ ორგანიზაციას, მოვლენაზე და მიხვდებიან, რომ მათი არსებობა ამ ქვეყანაში საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს, ჩვენი სახელმწიფოს მომავალს. და ეს არის ცალსახა, ამას ისე ვიმეორებ, ბათუმის მოვლენების მერე არანაირი გამოძიება არ ჭირდება.